و با خانواده ها صحبت می‌کردیم میگفتن اینا ირანში ანტისამთავრობო დემონსტრაციებზე გარდაცვლილთა რიცხვი 500-ს აღწევს. ქვეყნის ხელისუფლება ამ საკითხზე ინფორმაციას არ ასაჯაროებს, რის გამოც პროცესზე დისტანციურად დამკვირვებლები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა ვითარება გაცილებით მძიმე იყოს. ადგილზე მომუშავე საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების ინფორმაციით, გარდაცვლილთა უმრავლესობა ანტისამთავრობო აქციის მონაწილეა, ხოლო 50-მდე პირი ირანის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი. აქციები ამჟამად 100 ირანულ ქალაქში მიმდინარეობს. მასშტაბური რეპრესიების მიუხედავად მოსახლეობა ქუჩაში კვირასაც გამოვიდა. მომიტინგეების მთავარი მოთხოვნა ისლამისტი ფუნდამენტალისტების მთავრობის გადადგომაა. საპროტესტო აქციები ირანში 28 დეკემბერს დაიწყო. ეროვნული ვალუტის კოლაფსის შემდეგ. ინფლაციის ფონზე ასობით ათასმა დემონსტრანტმა პოლიტიკური მოთხოვნებიც გააჟღერა. ისინი თეოკრატიული ქვეყნის ხელისუფლების წინააღმდეგ ღიად გამოდიან და მათი სულიერი მამის, აიათოლა ხამენეის პორტრეტებსაც საჯაროდ წვავენ. ირანი ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებში ისრაელსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს ადანაშაულებს. მომიტინგეები ხელისუფლებამ ღმერთის მტრებად გამოაცხადა. ისიც თქვეს, რომ საკვანძო ფიგურები უკვე დაკავებული ჰყავთ. ბოლო ორ კვირაში დაკავებულთა რიცხვი ირანში 10600-ს შეადგენს. درخواست اینه که در هر محله اینو ჩვენ მოუწოდებთ ჩვენს ძვირფას ხალხს, რომ შეიკრიბონ თავიანთ სამეზობლოში და არ მისცენ უფლება იმ ინდივიდებს შექმნან ქაოსი. თუ ადამიანებს აქვთ წუხილები, ეს ჩვენი მოვალეობაა, რომ ვუპასუხოთ მათ, მაგრამ უფრო მაღალი ვალდებულებაა, არ მივცეთ უფლება მეამბოხე ჯგუფებს გაანადგურონ მთელი ჩვენი საზოგადოება. მე მესმის ჩვენი საზოგადოების წუხილების. დავაკეთებთ ყველაფერს, რომ გადავჭრათ მათი გამომწვევი მიზეზები. ჩვენ დავძლევთ ამ კრიზისს, მაგრამ მიუღებელია ამ ინდივიდების მხრიდან ძალადობა და უდანაშაულო ადამიანების კვლავ ადგილზე. მოუწოდებთ ახალგაზრდებს, არ აყვნენ აგიტატორებსა და ტერორისტებს. ეს ქვეყანა გვეკუთვნის ჩვენ. ქვეყნის ეკონომიკის რღვევის ძირითადი მიზეზი ირანის წინააღმდეგ დაკისრებული საერთაშორისო სანქციებია, რომელიც მეტწილად ბირთვულ პროგრამას უკავშირდებოდა. ისრაელთან ერთად ამერიკის შეერთებული შტატების მიერ განხორციელებულმა ბოლო ოპერაციამ თეთრი სახლის მტკიცებით ირანის ბირთვული შესაძლებლობები სრულად გაანადგურა. უკვე დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებში აცხადებენ, რომ ვაშინგტონის მუქარის შემდეგ თეირანმა მოლაპარაკებებისთვის მზაობა განაცხადა. ამერიკის პრეზიდენტისა და მისი ეროვნული უსაფრთხოების გუნდის ინფორმაციით, ვაშინგტონი აქციების ძალადობრივი დაშლის საპასუხოდ ირანზე სერიოზულ დარტყმებს განიხილავს, მათ შორის პირდაპირ თუ კიბერშეტევებს, ასევე დამატებით სანქციებსა და ოპოზიციის მხარდაჭერას ქვეყანაში. მე ვფიქრობ, რომ ირანი დაიღალა იმით, რომ ამერიკა მას მუდმივად ძლევს. მათ უნდათ მოლაპარაკებები. შეხვედრა იგეგმება, მაგრამ ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ იქიდან გამომდინარე, რაც შეხვედრამდე ხდება. როგორც ჩანს, მოკლული არიან ადამიანები, რომლებიც არ უნდა მოეკლათ. ეს ძალადობრივი ლიდერობაა, თუმცა მათ ლიდერებსაც ვერ ვუწოდებ. ისინი ძალადობით მართავენ ქვეყანას. ჩვენ ამას ძალიან სერიოზულად ვუყურებთ. ჩვენი სამხედროები უყურებენ ამ სიტუაციას და ჩვენც ძალიან ძლიერ ნაბიჯებს განვიხილავთ. ისეც, რომ ვერც კი წარმოიდგენენ. ირანში ინტერნეტზე წვდომა შეზღუდულია. საერთაშორისო მედიას კი ადგილზე მუშაობის საშუალება არ ეძლევა. შესაბამისად, თეირანიდან ინფორმაციის მიღება დიდი გამოწვევაა. ამერიკის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ აღნიშნა, რომ ამერიკა მხარს უჭერს ირანელ ხალხს. თავის მხრივ ირანში მას უპასუხეს, რომ თუ ამერიკის შეერთებული შტატები მათ თავს დაესხმება, ისრაელი და ამერიკული საზღვაო ბაზები რეგიონში თეირანის ლეგიტიმურ სამიზნედ იქცევიან. თუმცა ამ გადაწყვეტილებას ქვეყანაში მხოლოდ ერთი პირი, აიათოლა ალი ხამენეი იღებს, რომლის ძალაუფლებაც ბოლო დღეებში მნიშვნელოვნად შეირყა.